დღევანდელი ჩვენი ლექცია შეეხება ხელოვნების ფსიქოლოგიის წარუმატებლებს. ფსიქოლოგია როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, დამოუკიდებელი ემპირიულ-ექსპერიმენტული მეცნიერება 19 საუკუნის მეორე ნახევარში ყალიბდება. როდესაც ქალაქ ლაიფციგში ვილჰელმ ვუნდტის დაოსნობით დაარსდა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. ამ პერიოდამდე ფსიქოლოგია და მათ შორის ხელოვნების ფსიქოლოგია ვითარდებოდა ფილოსოფიის წიაღში და უკავშირდებოდა ფილოსოფიურ გონებაჭვრეტით მეთოდს. თანამედროვე ხელოვნების ფსიქოლოგიის უადრესი წარუმატებლები ანტიკური ესთეტიკის სფეროში უნდა ვეძიოთ. ანტიკური ესთეტიკა იქმნებოდა ჩვენს ერამდე მე-6 საუკუნეში და თავის უმაღლეს განხორციელებას, თავის უმაღლეს განვითარებას მიაღწია ჩვენს ერამდე მე-5-მე-4 საუკუნეებში. ანტიკური ესთეტიკის უადრეს წარმომადგენლებად ასახელებენ ჰერაკლიტეს, პითაგორასა და დემოკრიტეს. სხვათა შორის ჩვენ პირველ ლექციაზე უკვე გქონდა საუბარი პითაგორაზე და აღნიშნეთ, რომ ის მიჩნეულია თანამედროვე არტ-თერაპიის მამად. ხელოვნების ფსიქოლოგიის ანტიკურ წარუმატებლებში უნდა განსაკუთრებით გამოირჩეს პლატონისა და არისტოტელეს ესთეტიკური შეხედულებები და კერძოდ მათი მოძღვრება მიმესისსა და კათარსისზე. მიმესისი ძველბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც მიბაძვა, ცნობილია დამოკიდებულება ძველბერძნული ფილოსოფიის ხელოვნებისადმი, ხელოვნება ბაძავს ბუნებას, ის არის ბუნების მიმესისი. და მეორე გახლავთ მოძღვრება კათარზისზე. კათარზისი ასევე ძველბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც განწმენდა. ხელოვნება ვნებათაგან განწმენს, ეს იდეაც, მოარული იდეა გახლდათ ანტიკურ ფილოსოფიაში. პლატონი კათარზისის ფენომენს ხელოვნებისგან დამოუკიდებლად განიხილავდა და მასში ადამიანის სულის თვითკონცენტრაციის და ასევე სხეულისგან აბსტრაგირების უნარს ხედავდა. სრულიად განსხვავებული იყო არისტოტელეს დამოკიდებულება კათარზისისადმი. პლატონისგან განსხვავებით არისტოტელე კათარზის ხელოვნების ზემოქმედების არსად, მის კვინტესენციად მიიჩნევდა. ძალიან საინტერესოა ის, რომ საუბრობს რა ხელოვნების მაკათარზისებელ ან კატარქტულ ზემოქმედებაზე, არისტოტელე ჩერდება მუსიკალურ ხელოვნებაზე და ტრაგედიაზე. ტრაგედიაზე, რომელსაც იგი მიიჩნევდა ხელოვნების კვინტესენციად, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტ ხელოვნებად და ძველბერძენი მოაზროვნე აღნიშნავდა, რომ კათარსისი მიიღწევა მხოლოდ ტრაგედიისა და მუსიკის ზემოქმედებით. მას თავის თხზულებაში პოლიტიკა არისტოტელე წერს, რომ მუსიკის ზემოქმედებით აღიძვრის ძლიერი აფექტები ან ძლიერი გრძნობები, როგორიც არის სიბრალური, შიში, ენთუზიაზმი, რასაც ამ აფექტთან განწმენდა, ან კათარზისი მოსდევს. განწმენდა ან სასიამოვნო განმუხტვა მოსდევს. მე მინდა ხაზი გამოსვა ფაქტს, რომ კათარზისი ძველბერძნულ ფილოსოფიაში უკავშირდებოდა მხოლოდ უარყოფით განცდებს. თავის ასე ვთქვათ, ეს იდეა, კათარზისის იდეა სრულად წარმოადგინა არისტოტელემ თავის თხზულებაში პოეტიკა, სადაც კათარზისი უკვე კავშირდება დრამატულ მოქმედებასთან, ტრაგედიასთან კერძოდ. არისტოტელე, როდესაც წერს ტრაგედიის შესახებ, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს სოფოკლეს ტრაგედიებს და მაგალითად მოყავს სწორედ სოფოკლეს ტრაგედიები. არისტოტელე წერს, რომ სასცენო წარმოდგენისგან დამოუკიდებლადაც ფაბულამ ან თავად ტრაგედიის შინაარსმა, კონკრეტულად რომ ავიღოთ მაგალითი სოფოკლეს ოიდიპოს მეფემ, უნდა შეაძრწუნოს თავისი მსმენელი და მაყურებელი და მასში თანაგანცდა სიტყვით თანატანჯვა
გამოიწვიოს დამეთანხმებით, რომ ოიდიპოს მეფეს ფაბულა ძალიან ძიმეა, ძალიან ძნელად აღსაქმელია და მისი ფაბულა იწვევს ძალიან ძიმე ემოციებს, ძიმე განცდებს. შეგახსენებთ, რომ ოიდიპოსი მის და უნებურად, როგორც ბედისწერის მსხვერპლი, კლავს მამას, მან არ იცის, რომ ეს მისი მამაა, სწორედ მას არ სურს, რომ მოკოლას ლაიოსი, სულ შემთხვევით ხდება ლაიოსისვე, ასე ვთქვათ, დაჟინებით და ცოლად ირთავს დედას. ესეც სრულიად შემთხვევით მისგან დამოუკიდებლად მან არ იცის, ვინ არიან მისი ნამდვილი მშობლები. რა თქმა უნდა, ეს ფაბულა შინაარსი ტრაგედიის და თავად ტრაგედია იწვევს უდიდეს, ასე ვთქვათ, ზემოქმედებას, ახდენს დიდ ზემოქმედებას მკითხველზე, მსმენელზე და მაყურებელზე და იწვევს უარყოფითი განცდების მთელს კასკადს. და პირდაპირ აღნიშნავს არისტოტელე, რომ ტრაგედიამ უნდა შეაძრწუნოს ადამიანი და მასში გამოიწვიოს თანატანჯვა. თანატანჯვა ეს ძალიან საინტერესოა. რა იგულისხმება ამ თანატანჯვაში? ტანჯვა პროტაგონისტთან ერთად, ან ტრაგედიის მთავარ გმირთან ერთად. თანატანჯვა ტრაგედიის სხვა მონაწილეებთან ერთად. თანატანჯვა სოფოკლესთან ერთად, რომელიც არის ავტორი ამ ტრაგედიისა. თანატანჯვა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც კონკრეტულ მაყურებელთან ან მსმენელთან ერთად ისვენენ და უყურებენ ტრაგედიას. არისტოტელე წერს, რომ მაღალი ხელოვნების მიზანი ძლიერი და თანაც უარყოფითი შესაბამისად შეიძლება დავასკვნათ, რომ არისტოტელესთვის ხელოვნების მიზანი არის ძლიერი და თანაც უარყოფითი ემოციების გამოწვევა და შემდგომ მათგან განმუხტვა. დაპირისპირებულ ძალთა ჭიდილი და კოლიზია, დამკვიდრებული ნორმების გადალახვა, მიუღებლის მიღება, აი სწორედ ეს არის ადამიანზე ხელოვნების ზემოქმედების ფუნდამენტი. ჩვენ როდესაც გადავალთ თანამედროვე ხელოვნების ფსიქოლოგიაზე და ვისაუბრებთ ხელოვნების ფსიქოლოგიის თანამედროვე თეორიებზე, ვნახავთ თუ რაოდენ დიდია არისტოტელეს იდეების ზეგავლენა თანამედროვე ავტორებზე. რამდენად იკვებებიან, საზრდოობენ ისინი იმ იდეებით, რომლებიც ჩვენ შემოგთავაზა არისტოტელემ თავის თხზულებებში.